მალე დაიწყება ჯაზის ლექცია. პირველი ნაწილი არის თეორიული, მეორე იმპროვიზაცია. სწორედ ამიტომ წინასწარ არავინ არ იცის როგორი გამოვა საბოლოოდ კლასი. აი ეს რო არის How High the Moon. რაღაც ემოციური ალღებს მიყვებოდით, ხო? დიდი ხანია მუსიკით არის დაკავებული, მაგრამ კონსერვატორიაში ჩაბარებაზე არ ფიქრობდა. თვლიდა, რომ კონსერვატორია მხოლოდ აბსოლუტური სმენის მქონე ადამიანებისა და აკადემიური მუსიკოსებისთვის იყო განკუთვნილი. იგივე რო ყოფილიყო 5 წლის წინ, ჩემი ცხოვრება შემოსულ სხვანაირად დაალაგებულიყო და ბევრად წინ ყოფილიყავი ახლა ვიდრე ვარ. რო 5 წლის წინ ყოფილიყო ეს ფაკულტეტი. ამის არ არსებობამ განსაზღვრა დიდწილად ჩემი ბედი და დიდწილად ბევრი ადამიანის ბედი, ვინც იყო დაკავებული მუსიკით, ესე თქვა, ჩემნაირად, არა აკადემიურად. სხვა სივრცე კონსერვატორიაში 2 წლის წინ გაჩნდა. ფაქტი, რომ ეს მუსიკალური სასწავლებელი ზედმეტად აკადემიურია თანამედროვე სამყაროსთვის ნელ-ნელა იცვლება. თანამედროვე გარემო ბაზარზე სხვა მოთხოვნები გააჩინა და კონსერვატორიაშიც ახალი მიმართულებები ჩამოყალიბდა. თანამედროვე გარემოში ძალიან სწრაფად მიმდინარეობს ტექნოლოგიური ცვლილებები და ეს არ არის მოშორებული ხელოვნებისგან, მათ შორის მუსიკალური ხელოვნებისგან. ამიტომ ბუნებრივია გაჩნდა მოთხოვნილება იმ სპეციალობებზე, რომელიც რაღაცნაირად იქნებოდა დაკავშირებული აი ამ ბაზრის მოთხოვნებთან და კონსერვატორიაში ბუნებრივია რომ ისიერად დავიწყეთ ფიქრი როგორ უნდა გვეპასუხა ამ გამოწვევისთვის. მუსიკა და დღევანდელობა ასე ეწოდება ახალ ფაკულტეტს და მუსიკის მენეჯმენტის, მუსიკალური ჟურნალისტიკისა და მუსიკის ტექნოლოგიის მიმართულებებს მოიცავს. ჩაწერის ტექნოლოგია, მონტაჟი, აკუსტიკური მუსიკის შესავალი. ეს იმ საგნების მცირე ჩამონათვალია, რომელსაც სტუდენტები ამ მიმართულებებზე სწავლობენ. ყველაზე რთული ალბათ ამ სამი კონცენტრაციიდან იყო მუსიკალური ტექნოლოგიების პროგრამა, იმიტომ რომ სასწავლო გარემო მისთვის აუცილებლად მოწყობილი უნდა ყოფილიყო და ეს კონსერვატორიამ გააკეთა პროექტით, რომელიც ნორვეგიელებთან ერთად ჰქონდა. მთელი ტექნოლოგიური მოწყობილობა ამისათვის და სასწავლო გარემო იქნა მხოლოდ ნორვეგიული პროექტით დაფინანსებული. თითოეულ სტუდენტს სტუდიაში სამუშაოდ გარკვეული დრო აქვს გამოყოფილი. მთავარი პრიორიტეტი კი ის არის, რომ მათ აპარატურის გამოყენება გარეთ ჩაწერებისთვისაც შეუძლიათ. ნებისმიერ მუსიკოსს სჭირდება ჩანაწერი, თუნდაც ელემენტარული კონკურსზე გასაგზავნად, კონცერტზე მონაწილეობის მისაღებად და ამ შემდეგ და აი ეს ცოდნა, ანუ მათ მარტივად შეუძლიათ ჩაწერონ თავისი თავი და უბრალოდ არ იხადონ სტუდიაში ფული ამისთვის. ეს არის ყველაზე მთავარი მიზეზი პრინციპში, რის გამოც შეიქმნა სტუდია. წელს თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია ერასმუსის პროგრამაში ჩაერთო, რამაც ევროკავშირის წევრ 7 ქვეყანასთან მობილობის განხორციელების საშუალება მისცა.